ეს არის ქრონიკა 20 საათზე პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. რუსეთმა საწოდელს მიაღწია სოჭი თეთრი ოლიმპიადის დედაქალაქი გახდა მსოფლიო პრესამეს ვლადიმერ პუტინის პირად გამარჯვებათ აღიარა ოლიმპიურმა კომიტეტმა კი გადაწყვეტილება პრეზიდენტის გარანტიებისა და რუსი ხალხის მხარდაჭერის გამო მიიღო. რუსეთის პრეზიდენტმა სასიხარულო ამბავი თვითმფრინავში შეიტყო, როცა გვატემალიდან მოსკოვში ბრუნდებოდა. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ სოჭის გამარჯვებას მხარს უჭერს. სხვაგვარად ფიქრობენ ქართველი ექსპერტები, მათი დიდი ნაწილის აზრით საქართველოს პრეზიდენტს ანტიკამპანია უნდა ეწარმოებინა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, ვისთანაც 30 კილომეტრში საზღვარი და კონფლიქტური რეგიონი აქვს. პატა ზაქარიაშვილი ფიქრობს, რომ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საკითხი 7 წლით გაიყინა. დიანა ტრაპაიძე გვიამბობს. პუტინის პირადმა გარანტიამ სოჭი თეთრი ოლიმპიადის დედაქალაქად აქცია. ღამის 4-ის ნახევარზე გვატემალა სიტიში ოლიმპიურმა კომიტეტმა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი დაასახელა. ზეიმობდა რუსული დელეგაცია გვატემალაში და ხალხი სოჭის მთავარ მოედანზე. მსოფლიო პრესამეს პუტინის და სოჭის გამარჯვება დააღიქვა. რუსებმა ავსტრიის ზალცბურგს და სამხრეთ კორეის პიონგჩანს გაუსწრეს. კანდიდატის სტატუსზე მანამდე ბულგარეთის სოფია, საქართველოს ბორჯომი, ყაზახეთის ალმა-ატა და ესპანეთის ხაკა აცხადებდნენ პრეტენზიას. სოჭის პრეზენტაციისთვის გვატემალაში პრეზიდენტი პუტინი ჩავიდა. მან ოლიმპიური კომიტეტი ინგლისურ ენაზე გამოსვლის დროს იმაშიც დაარწმუნა, რომ სოჭში თოვლით საკმარისი იქნება და უსაფრთხოებაც. Our national pledge to you is the choice of Sochi is the best choice. მართალია ქართველებს გვატემალაში ხმის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ სოჭს და პუტინს ხარი პრეზიდენტმა სააკაშვილმა კენჭისყრამდე დაუჭირა. ბაკურიანის შემდეგ ყველაზე კარგი არჩევანი ჩემთვის იქნებოდა, რომ ეს ჩატარდეს სოჭში, სწორედ იმის გამო, რომ მე ფიქრობ რეგიონალურ თანამშრომლობისთვის ეს იქნება კარგი დამატებითი სტიმული. ეს კომენტარი არქივიდან იყო. დღეს კი სააკაშვილის ახალი განცხადება სააგენტო როიტერმა ჩაწერა. საერთაშორისო მედიისთვის საინტერესოა, რას ფიქრობს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც სოჭს 30 კილომეტრში ესაზღვრება. ჩვენ მხარს ვუჭერთ სოჭი ოლიმპიადის ჩატარებას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ამ ნაწილის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, რისკები არის, რადგან სულ რამდენიმე კონფლიქტის ზონაა. ჩვენ ვცდილობთ ამ კონფლიქტის მოგვარებას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. დღეს სოჭის გამარჯვებას თბილისში არაერთგვაროვნად გამოეხმაურნენ. კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარიაშვილი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის 7 წლით გაყინვის პერსპექტივას ხედავს. ეს გამოიწვევს 2014 წლამდე ყველა სამშვიდობო ოპერაციების ის ფორმით დატოვებას, ამ ფორმატს არსებობს დღეს. ანუ რუსეთის მის ქვეშ იქნება კონტროლის ქვეშ, რუსეთი თავისთავად აიღებს სრულ გარანტიას, აბსოლუტურ გარანტიას, რომ არაფერი არ მოხდება თუ რუსეთი იქნება იქ. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სოჭის ანტირეკლამა უნდა ეწარმოებინა. ოლიმპიადაში ჩადებული მილიარდები მისიაზე აფხაზეთის ეკონომიკურ ექსპანსიას შეუწყობს ხელს. სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ ოლიმპიადაში რუსეთი არაოფიციალურად სოხუმის და გაგრის აეროპორტებსაც ჩართავს. ხადია უნდა ველოდოთ რკინიგზის შემთხვევაში ისეთ ფაქტებს, რომ ვითომ და კერძო ფირმები, რუსეთის კერძო ფირმები შეეცდებიან გარკვეულწილად გამოიყენონ ეს აეროპორტები. ოლიმპიადას დათო დარჩიაშვილი ცივილიზაციას, უსაფრთხოებას და სოფლიო ყურადღების ცენტრში ყოფნას უკავშირებს და არა დამატებით პრობლემებს. სოჭში ოლიმპიადის ჩატარება არის მცდელობა იმისა, რომ რუსეთი ჩააბან ცივილიზებულ ურთიერთობებში. დღეს კრასნოდარის გუბერნატორმა და სოჭის მერმა სერგეი ბაგაფშის მისავალი წერილი მიიღო. ძვირფასო მეზობლებო, ჩვენ ამ მომენტს თქვენთან ერთად ველოდით და ამ გამარჯვებას ჩვენ ვიღებთ როგორც საკუთარს. შევქმნის თუ არა პრობლემას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს სოჭი 2014 მაინც ჩატარდება. ოლიმპიურმა კომიტეტმა არჩევანი მარტივად ახსნა. ვლადიმერ პუტინის პირადი გარანტიები და რუსი ხალხის დიდი მხარდაჭერა. 1914 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ უკვე მეორედ რუსეთი დიდი სპორტის მასპინძელი იქნება.